ჩემპიონატი კარტინგში სისწრაფესა და მანევრირებაში ერთმანეთს 100-მდე მოყვარული მათ შორის ჟურნალისტები შეჯიბრდნენ. ბოლომ სტარტი ვაკეს საბურთალოს ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო. შეჯიბრი იმედი ჟურნალისტებმა გახსნეს და პირველ სამეულშიც მოხვდნენ. გამარჯვებულ გუნდებს თასი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და სპორტის სამინისტროს თანადგომით გაიმართა. სახის ესტაფეტის სისტემით გოგო ბიჭი ერთ წელს ატყავს ბიჭი, შემდეგ გაგრძელებს გოგო და საბოლოოდ შეჯამებული წამებით გამოვლინდება გამარჯვებული. ჩვენი ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის იმ ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. იმედის გუნდი კარტინგებში მონაწილეობას წელს მეორედ ვიღებთ. გასულ წელთან შედარებით წელს სიახლე ის არის, რომ შარშან იყო დახურულ სივრცეში. ვაკე და საბურთალოს დამაკავშირება საზია და ძალიან კარგი ინიციატივაა და ჟურნალისტები ხშირად მონაწილეობთ მსგავს ღონისძიებებში. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.